დისციპლინა ჯანსაღი მოიცავს მიზანს, სტრუქტურას და მოქნილობას. უნდა ისწავლო საკუთარ სხეულის მოსმენა. რატომ არის ჩვენ საკუთარ თავზე ძალადობა სიძლიერე? თუ არ გინდა, მაშინ უგავაკეთო. გამოვთოთ ტელევიზორები, ტელეფონები გადავდოთ და ნელა მივირთვათ. დღეს შეიცვალა იქ დამოკიდებულება სხვათა შორის. მიდიან სპორტდარბაზში, იღებენ მილიონ სელფის და მერე დებენ. რისთვის? ეს მეგონა რომ ნორმა იყო. ღირებულება მოდის ჩემი პიროვნული თვისებებით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ახლა უყურებთ ან უსმენთ კიდევ ერთ ოქტო ეპიზოდს. იმისთვის რომ არ გამოგჩეთ ჩვენი არც ერთი ეპიზოდი, თხოვნა იქნება რომ გამოიწერეთ YouTube-ზე და Spotify-ზე ჩვენი არხები და არ დაგაუწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ნუცა ჩაჩბაია, კვებითი ფსიქოლოგი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, ეპიზოდი გვექნება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად დღევანდელ დროს ესეთი კვებითი პრობლემა, ესე იგი ადამიანებს რაც აქვთ. და ძალიან საინტერესო იქნება ჩემო გიორგი რა სიტყვაში. მოგესალმებით. ფრიად და პატივისცემა. ნუცა, მოდი პირველი ეს დავიწყოთ, ზოგადად როგორ მოხვდი ამ სფეროში და რამ გიბიძგა ზოგადად, რომ ესე წასულიყო შენი კარიერა. ამ სფეროში ალბათ მაკავშირებს ოჯახური ისტორია, როგორც ყოველთვის ბავშვობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ფორმირებაზე და აგრეთვე ჩვენს კვებით ქცევებზეც და მე გავიზარდე ენდოკრინოლოგების ოჯახში, შესაბამისად საკვები მუდმივად აქტუალური თემა იყო. ცოტა სხვა კუთხით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის რაღაცა ბავშვობიდან ვიღებდით განათლებას მე და ჩემი და. როდესაც წავედი გერმანიაში, იქ ჩამოყალიბდა ზუსტად კვებითი ფსიქოლოგია 40 წლის წინ, შესაბამისად, როდესაც დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა, ეს საკითხიც იმ მომენტისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ამავდროულად დიდი ყურადღება იყო გამახვილებული და შესაბამისად ვიფიქრე, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში და დავკავებულიყავი კვებითი ფსიქოლოგიით, კვებითი აშლილობებით და ჩემი სურვილი იყო თავდაპირველად, რომ თქვათ ისეთ ცენტრში მოხვედრილიყავი, სადაც იქნებოდა იმ პირებისთვის, ვისაც აქვს კვებითი ქცევის დარღვევები და სირთულეები კვებასთან, მიგვეცა სრულფასოვანი სერვისი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობას. ეს არ არის მხოლოდ ქცევა, არამედ ეს არის დიაგნოზი, რომელსაც სჭირდება მართვა, ისევე როგორც ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ენდოკრინოლოგის და სწორედ ამ კარდიოლოგის მულტიდისციპლინური გუნდის. და ძალიან ხშირია ხო ზოგადად ეხა თქვენი გამოცდილებიდან ესე რომ დავიწყოთ თავიდან კვებითი აშლილობა, იმიტომ რომ დღევანდელ დროს მართლა ადამიანებს ძალიან დიდი პრობლემა აქვთ ამასთან დაკავშირებით. კვებითი აშლილობები არც თუ მზარდია მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. თუ ვთქვათ 4 წლის წინ სტატისტიკა იყო, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3-დან 4%-მდე აწუხებდა კვებითი აშლილობა, დღევანდელ დღეს საუბრობთ, რომ ეს არის 7.5, ანუ ფაქტობრივად ორჯერ და მეტჯერ უფრო მეტად გაიზარდა და აქტუალური გახდა. რაც მოიტანა ჩვენმა 21 საუკუნემაც, ხო? ანუ საკვები აღარ არის ჩვენთვის ჩვენი საზრდო. არამედ საკვებს მივეცით ბევრი სხვა დანიშნულება, თუნდაც თავის მოწონების საშუალება, რომ მე ჯანსაღად ვიკვებები და თუნდაც ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიძლება ერთ წამს იქცეს სრულებით საპირისპირო მიმართულებით წავიდეს და საკმაოდ საზიანო ჩვენთვის. კვებითი აშლილობების მიღმა არსებობს ესეთი დიაგნოზი არ არის ორთორექსია. და ორთორექსია ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, როდესაც პირი მისდევს ჯანსაღ ცხოვრებას, ერთი შეხედვით ვითომ უწყინარია, მაგრამ მოიხმარს მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტებს, შეზღუდული აქვს სრულებით ნახშირწყლები, ცხიმები და ნელ-ნელა ეს ვითომ ჯანსაღი ქცევები მერე მიდის იქამდე, რომ ჩვენი საკვები რაციონი მუდმივად იზღუდება, კიდევ უფრო ვიწროვდება, მერე გადადიან მხოლოდ ხილზე, ბოსტნეულზე და შესაბამისად უკვე იფიტება ჩვენი ორგანიზმი. რაც არ უნდა საკვები დანამატი ჩვენ ამას მივცეთ. ამას გარდა წნეხი იმდენად იზრდება, რომ ეს ადამიანები არამთუ მხოლოდ კვებით განსხვავდებიან, არამედ თავისი ცხოვრების წესით. მათ აღარ უნდათ სახლიდან გასვლა.
არენდობიან სხვის მიერ დამზადებულ საკვებს. ვერ მიირთმევენ რესტორნებში, კაფეებში, ანუ კვების ობიექტებში საერთოდ აღარ აქვთ სურვილი. არც თუ სურვილი არ აქვს, შიში აქვთ საშინელი. თუნდაც რომ იგივე საკვები მოუმზადოს მშობელმა, პარტნიორმა, მეგობარმა, არენდობა. ეს უნდა განახორციელოს მხოლოდ მან. და ეხლა წარმოიდგინეთ, ვითომ მინდა რომ ვიყო ჯანსაღი და მივდივარ სრულებით უფუნქციობაში, საკვებს მივეცი სრულებით სხვა დანიშნულება და ჩემი ცხოვრება ფუნქციურად შეიზღუდა. ვერც სამსახურში მივდივარ, აღარ სოციალიზაცია მაქვს და მაშინ რას ემსახურება კვება. ნუცა, როგორ ახსნიდი მარტივად რას ემსახურება კვებითი ფსიქოლოგია? კვებითი ფსიქოლოგია ეხმარება ადამიანს გააცნობიეროს თუ რა დანიშნულება აქვს საკვებს, ხო? როგორ იმართებიან ისინი, რაზე გავლენა აქვს მათ კვებით ქცევაზე, მათ ემოციებს, მათ მოქმედებებს, მათ აღზრდას, მათ შეხედულებებს საკუთარი თავის შესახებ და უპირველეს ყოვლისა ემოციებს, ხო? რადგან ჩვენი ძირითადად კვებითი ქცევა მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც არ ხდება საკვების მიზნობრივი გამოყენება და ჩვენ საკვებს არ ვიყენებთ იმისთვის, რომ ფიზიოლოგიურად, ანუ ჩვენ მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, არამედ ვიყენებთ სიმშვიდისთვის. და ეს არის ერთადერთი გზა, რაც იმ მომენტში, რა თქმა უნდა, მანიჭებს სიმშვიდეს, მაგრამ მოდით ერთად დავფიქრდეთ. შეიძლება კი საკვებით მოვიპოვო სიმშვიდე? გაგვიჭირდება. სიამოვნება? სიამოვნება. და რამდენ ხანს გასტანს ეს სიამოვნება? რამოდენიმე საათი ალბათ. არც კი. არც კი. ანუ მაშინ საათობრივადაც არის, ხო? ეს არის მომენტი, წამები, უფრო მეცაც იმ დროს გეტყვით. ალბათ, როცა 7 წამი. ეს რეცეპტორების ისა გაქვს ჩართული, ამ შემთხვევაში. ძალიან. და 7 წამის გულისთვის ალბათ. 7 წამის გულისთვის იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას და უცაბედად, ან მარტივად ხელმისაწვდომია, დიდად ამისთვის გარჯა არ გჭირდება სანადიროს წასვლა, არავინ არ მიდის, გამოაღე მაცივარი, ან თუნდაც დააწყაპუნე და გამოიძახე სხვადასხვა სერვისის მეშვეობით, გვიქმნის კომფორტს და სინამდვილეში არის მხოლოდ წამიერი. შემდეგ, მაშინ, როდესაც მე არ მაქვს ჯანსაღი დამოკიდებულება საკვებთან, ამ 7 წამს ანაცვლებს საშინელი ნანაშაურის განცდა, რომელიც გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ხო, მერე კი. რატომ მივირთვი, ზედმეტი მივირთვი, მომატების შიში და ძალიან ხშირად მიმართავენ ამ შიშების შედეგადაც, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კვებით აშლილობაზე, კომპენსატორულ ქცევებს. და ეს არის ისეთი ქცევები, როგორც არის ხელოვნურად გამოწვეული პირღებინება, საფაღარათო მედიკამენტების მოხმარება, შამდენი მედიკამენტების, ან თუნდაც ვარჯიშზე გარბიან, რომ სასწრაფოდ დაწვან ეს კალორიები. ვარჯიშის ფუნქცია ხომ სრულებით არ არის ეს ამავდროულად. ან ნახეთ, ვარჯიში არის სიამოვნება და ამ შემთხვევაში ვარჯიში არის შიშის შედეგად შემოსული ქმედება, რომელიც მერე იქცევა წნეხი. ანუ მე იმიტომ კი არ ვარჯიშობ, რომ მე პროცესი მომწონს. არამედ მე ვარ შედეგზე ორიენტირებული. მე თუ ეხა ზედმეტი კალორია მივირთვი, ეს არის ხერხი, რითითაც დავდებ შედეგს. და ამისთვის თავს ალას ვატან. ვარჯიში ალბათ ეხა კარგად ვიცით, რომ დისციპლინა არის ერთ-ერთი წამყვანი. მაგრამ მოდით ვთქვათ, რა არის დისციპლინა. აი, როგორ გესმით თქვენ დისციპლინა? ნუ ალბათ ეს გამოიმუშავებს ადამიანი უკვე დროთა განმავლობაში, ხო, რაღაცა სიტყვაზე რაღაცა პერიოდი არიან, ხო, ნუ ადამიანები რომ ძალიან ეზარებათ სიტყვაზე რაღაცის გაკეთება, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ეს ვარჯიში იქნება, სწავლა იქნება თუ რაღაცა. ნუ თავდაპირველად მიზანი და რაღაცა მიზნისკენ მართლა რომ რაღაცა მიიწევ წინ, მე დროთა განმავლობაში ნუ შენი ტვინი და ორგანიზმი ალბათ გამოყოფს იმას, რომ ეს უკვე დისციპლინაში გადადის და ეს დისციპლინა მერე გამოიყოფა რაღაცა იმ სიამოვნებაში, რომ უკვე სიამოვნებს ამის გაკეთება. წნეხს მოიცავს? თავდაპირველად კი, არ მოიცავს, მოიცავს. ჯანსაღი დისციპლინა არა. არა, რავი, რატო? არა, აი რო გეზარება, წასვლა და მაინც მიდიხარ, რა რაღაცა ცოტა დისკომფორტში ხო არის ორგანიზმი. აი მოდი განვასხვაოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფიქრობ, განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის, ხო? აი რო გეზარება და მიდიხარ. მოდი განვშალოთ ეს რას ნიშნავს მიზარება და მივდივარ. ეგ არის აკრას დისციპლინა. რომ მიდიხარ. ნუ არის ხშირ შემთხვევაში, რომ მე მქონია რა, ნუ აი თუ გეზარება, ნუ გააკეთებ. იმიტომ რომ ნუ
არ მოგანიჭებს მაგ მომენტში სიამოვნებას რა. აი ძალიან სწორია. ჩემი მოსწავლეებისთვისაც მქონია რა ეგ შემთხვევა, მithქვამს რომ არ დამიძალებია რა. თუ არ გინდა, მაშინ უგააკეთებ. იუსო. აი ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და კვებითი აშლილობა არსებს მოწყვლადი ჯგუფი, ვისთანაც ძალიან მაღალია, ხო? ესენი არიან სპორტსმენები, 21 საუკუნეში თუნდაც სპორტული ცხოვრების უბრალოდ მოყვარულები შეიძლება უცებ იქცნენ კვებითი აშლილობის ქვეშ. რადგან დისციპლინა ეს არის, როგორც აღნიშნე, მიზანი, რომ მე მაქვს რაღაცა მიზანი, მე ვაცნობიერებ, რისთვის მაქვს ეს მიზანი, რა შედეგს მომიტანს ეს მიზანი, მაქვს სტრუქტურა, ანუ ვიცი რომ მაგალითად რაღაცა დღეები, კონკრეტული საათები მივდივარ და უნდა მივყო ხელი იმ საქმიანობას, რომელიც ამ მიზნისკენ მიმიყვანს. მაგრამ ეს არ არის შიში. მე რომ მეზარება ბუნებრივია, რომ რაღაცა ყველა ადამიანს რაღაცა ეზარება, შეიძლება იმ მომენტში რაღაცა გამოჩნდეს, სხვა პრიორიტეტი გქონდეს. ანუ სიზარმაცის მიმღებლობაც მაქვს. ვაღიარებ რომ ამ მომენტში მეზარება, აღვიქვავ რომ თუნდაც ჩემს ხელს ყოველდღე ერთნაირად ხარ შეუძლია ვარჯიში რამდენი ფაქტორია. არ ვაძალებ თავს და არ ვეუბნები ჩემ თავს, რომ შენ თუ დღეს არ ივარჯიშებ დააშავე და არ გადამყავს დანაშაულის შეგრძნებაში. ანუ დისციპლინა ჯანსაღი მოიცავს მიზანს, სტრუქტურას და მოქნილობას. აი მოქნილობას, რომ თუ ჩემს ხელს დღეს არ შეუძლია, ან მე ჩემ მენტალურ მდგომარეობას თუნდაც არ შეუძლია, მე არ ვაიძულებ და ამით კიდევ უფრო მეტად არ ვავნებ თავს. ამ შემთხვევაში ეს არის დისციპლინა და ძალიან ხშირად განსაკუთრებით მოზარდებში ხო, როდესაც არიან სპორტსმენები, მწვრთნელები ეუბნებიან, რომ მოდი, ივარჯიშე, არ აქვს მნიშვნელობა. მე როგორ ვესაუბრებით ჩვენ, როგორ ვესაუბრებიან ჩვენ ბავშვობაში, ასე ვესაუბრებით უკვე ჩვენ საკუთარ თავს, როდესაც ვართ დასრულები. ეს გველექება. როდესაც შენ გეუბნება მწვრთნელი, რომ მოდი, შენ ეს შეგიძლია, მოდი კიდევ ერთხელაც, რა თქმა უნდა, мотиваციისთვის ხანდახან გჭირდება ესეთი შეძახილი, მაგრამ სად გადის ზღვარი? მე თუ ხედავ მწვრთნელი, რომ ფიზიოლოგიურად არ შემიძლია, ხომ კარგად არჩევ მაგალითად დღეებს, როდესაც ვერ მიყვება მას სხეული, მაგრამ შენ ესე ეუბნები, რომ მოდი, აი ახლავე გააკეთე. ეს უკვე გასცდა мотиваციას, ეს უკვე იძულებითია და ეს უკვე წნიხია. და მე ის ადამიანი სწავლობს, რომ იცი რა, მე ჩემ თავს არ უნდა მოусმინო. მე მიჭირს მაგრამ მაინც გააკეთე თუ არა და ვერ მიაღწევ შედეგს, თუ არა და არ ხარ კარგი სპორტსმენი, უფრო მეტიც არ ხარ კარგი ადამიანი. ანუ გარედან შემოსული ფასეულობა არის შენი ღირებულება, ანუ ის თუ როგორი ადამიანი ხარ და ხდები დამოკიდებული სხვის შეძახილებით. დღეს შეიცვალა ეგ დამოკიდებულება სხვათა შორის, აი ადრე უფრო იყო რა 90-იანებში, ახლა მეც სპორტში ვარ მთელი ცხოვრება და კონდათ ადრე მწვრთნელებს მსგავსი ის, რომ აი მიდი ბოლომდე გააკეთე, აბა კიდე და ეს მეგონა რომ ნორმა იყო და ჩვეულებრივი ამბავია რა, რომ მიდი ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ეხა რომ ვაკვირდები იმ ჩემ პატარას რა, სიტყვაზე ბავშვობაში რაც მაგამოვნელი, აი ძალიან დიდი სტრესში ვიყავი. ანუ სტრესი იყო რა, იმიტომ რომ ნუ ორგანიზმია ხო, სად რაღაცა აქ რა, რაღაცა პირობითად ზღვარი ხო, რომ იმის იქით აღარ შეუძლია და ამ იმის იქით აღარ შეუძლიას, რომ კიდე აბა მიდი გააკეთე, ნუ სადღაც ალბათ მე რაღაცა მოქმედებს ფსიქოლოგიაზეც, ორგანიზმზეც, მე შეიძლება რაღაცა ტრავმა მიიღო და ნუ მსგავსი დამოკიდებულება ეხა ნამდვილად არის შეცვლილი რა, ესე აღარ არის ძალიან კარგია, რომ ზოგადად ეს ყველა ისეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს ზოგადად სპორტსმენებთან და არა მარტო სპორტსმენებთან, ზოგადად ისეთი ვისაც ვარჯიში უყვარს და ეს დაძალების პროცესი აღარ არის რა. უნდა ისწავლო საკუთარ სხეულის მოსმენა. კი. და ზართულია. სინამდვილეში დღეს რთულია. რომ ამოიცნო ზუსტად აი ეს დალექილი შეძახილები, ის რომ თუ რაღაცას დააძალებს საკუთარ თავს, ეს სიძლიერეთ არის მიჩნეული. და რატომ არის ჩვენ საკუთარ თავზე ძალადობა სიძლიერე? და ის ზუსტად ის რომ ხშირია ტრამვები, ხო? ასეთ შემთხვევაში 2014 წლიდან არ არის დიაგნოზი, მაგრამ არის სინდრომი, რომელიც ახასიათებს სპორტსმენებს, ეს არის გადაღლის სინდრომი. როდესაც შენ საკუთარ თავს არ პატიობ შესვენებას,
არ უსმენ საკუთარ სხეულს, აძალებ, მუდმივად რომ ივარჯიშო, ინტენსიურად არ მოდუნდე და შესაბამისად პროგრესი არ არის. პროგრესი ჩერდება, შენ კიდევ უფრო მეტი გინდა, კიდევ უფრო მეტად მოდის დანაშაულის შეგრძნება, ვეღარ ასრულებ, ამ წრეში ხარ და ამავდროულად მორჩა ნახეთ ჩვენი სხეულის მოსმენა ვთქვით, მაგრამ ჩვენი სხეული ისე კარგად გვაძლევს სიგნალებს, ირევა ჰორმონები. პირველ რიგში ხო, ძალიან მარტივი ამოსაცნობია, თუნდაც მოზარდებში გოგონების შემთხვევაში ამენორეა დგება. შესაბამისად, ბევრი სიგნალი გვაქვს. არის ხშირი ტრამვები. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. ანუ ჩემს სხეულს თუ აღარ შეუძლია, ასე გარედან რო შეხედავ, საერთოდ არ ეტყობა. იტყვი რომ ჯანსაღად გამოიყურება, ვარჯიშობს, მოწესრიგებულია, აქებ კიდევაც და ეუბნები რომ აი როგორი დისციპლინირებული ხარ. და იმ მომენტში ეს მას კიდევ უფრო მეტად ამ წრეში რთავს, რომ აი ნახე, მე ამას ვაკეთებ, ესე იგი სწორად მივდივარ და კიდევ უფრო მეტად კარგავს საკუთარ სხეულთან ურთიერთობას. და სხეული, ნახეთ, სანამ ჩვენ სხეულს უყურებთ როგორც პროექტს, მასთან შევავთ ჯანსაღ ურთიერთობაში. ვერასდროს. სხეული ჩვენ ამ სხეულში ვცხოვრობთ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოძრავოთ, გვაძლევს სხვადასხვა მივყავართ სხვადასხვა მიზნებისკენ და თუ უპატივცემლად მოვექცევით, არ მოვუსმენთ მას, დავაძალებთ, ის აუცილებლად გვიპასუხებს. ხდება საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, ძვლების გამოფიტვა. კუნთი გარედან თითქოს კი იმას არდია, მაგრამ ძალიან რბილია შიგნიდან, იმიტომ რომ გამოფიტულია. ნუ აღდგენითი პროცესების ამბავი არის. ნუ თუ აღდგენა თუ არ აქვს ორგანიზმს, ვერც პროგრესირებს და ნუ რა თქმა უნდა ტრავმების რისკი იზრდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ ცხოვრებაში და საბედნიეროდ უკვე დღესდღეობით სულ უფრო ნაკლებად არის ესეთი შეძახილები და თუნდაც მოცეკვავეებთან ხომ არ გავამახვილოთ განსაკუთრებით მოზარდებში ასეთი ყურადღება სხეულზე, როგორც სხეული უნდა მოგვცეს შედეგი, დაბალი წონით ითქნები კარგი მოცეკვავე, ან დაბალი წონით მიხვალ მხოლოდ მისდამდე. წონა ხო არაფერს არ განაპირობებს. რამდენი მყავს ახლა ვიდეოშიც ნანახი რა, რომ ცოტა მასიურად დიდი წონის ხალხი რას მოძრაობს და ზოგადად რო ცეკვავენ და ანუ რა ელასტიურები არიან რა. ანუ ხო, ეგ არ არის ეგ სტერეოტიპი უკვე დაიმსხვრა, რომ აი თუნდაც ძალიან გამხდარი უნდა იყო, რომ შენი სხეული კარგად ამოძრავო. იცი სამწუხაროდ ჩემს პრაქტიკაში, აი მოზარდი გოგონების შემთხვევაში ძალიან ბევრი მოცეკვავე მყავს და არის სამწუხაროდ მაინც ეს რომ ვერ გაგიყვან ეს ვიზუალურად არ არის, აქ არის ჯანსაღი წონა და მას თხოვენ წონის დეფიციტს. და წონის დეფიციტი, როგორც სიმსუქნე, ეს ორივე დიაგნოზია და ორივეს თან ახლავს ჯანმრთელობის პრობლემები. ის რომ ვერ იკლებს. იმიტომ ვეღარ იკლებს, რომ ჯანსაღი წონა აქ, ანუ ყველა სხეული ერთნაირად ერთ მაჩვენებელზე ვერ იქნება. და შესაბამისად, ნახეთ, გარედან მოდის რომ მას უნდა ცეკვა, მას კი ეუბნებიან რომ შენ თუ 2 კილოს არ დაიკლებ, ვერ გაგიყვან კონცერტზე, მაგრამ არ ვკითხულობთ აქ სხეულს ამის რესურსი. და რას აკეთებენ ეს მოზარდები? იწყებენ უკვე რაღაც შიმშილს, მიმართავენ პირღებინებას, ან საფაღარათო მედიკამენტებს, ვარჯიშს და სრულებით ანგრევენ არა მხოლოდ ორგანიზმს, არამედ მათ ფსიქიკასაც. და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ სპორტსმენებმა, რომ ვისწავლოთ, გვასწავლონ, ასწავლონ საკუთარი სხეულის პატივისცემა. ნამდვილად. და მწვრთნელმა არ მიგვიყვანოს იქამდე, რომ გაგვიმახულოს ყურადღება და პირიქით გარედან გვითხრას, რომ აი, შენ ის ხარ, თუ როგორ გამოიყურები. იგივე სოციალურ ქსელებში დღეს რამდენჯერ აწყდებით. რას ვჭამ? ძალიან ბევრჯერ ხო. როგორ ვარჯიშობ? ანუ მიდიან სპორტ დარბაზში, იღებენ მილიონ სელფის და მერე დებენ. რისთვის? თუ ჩემთვის ეს სიამოვნება, რატომ მჭირდება ამით თავის მოწონება? ხო, ნუ რაღაცას იმ სოციუმში ვტრიალებთ რა, რაც სოციალური ქსელი გვაძლევს ამ შემთხვევაში ბევრი ვართ მაგაზე ალბათ დამოკიდებული დღესდღეობით რა, იმიტომ რომ ეს ნორმაა. კი. ხო, ვიღაცისთვის პროფესია. ვიღაცა ამით შემოსავლის წყაროა, ხო, მას ეს ეხმარება. მაგრამ თუ მე ნორმა ვინ დაადგინა ნორმა? ხო, როგორ დგინდება სტატისტიკურად ნორმა თუნდაც ახლა დიაგნოზების შემთხვევაში, ხო? ყოველ წელს 10 წელიწადში ერთხელ გადაიხედება დიაგნოზები და იცვლება ხოლმე. იქიდან გამომდინარე თუ ადამიანთა უმრავლესობას უკეთებთ, ხო, პოპულაციაში სწორებას. ახლა სოციალური ქსელები ვინ დაადგინა ეს ნორმა?
ვიღაცამ რაღაცა რო გააკეთა, აი მოზარდობიდან იწყება. ტრენდი ვისთვის არის? აი მოწყვლადი ჯგუფი, ვიზე მოქმედებს ტრენდი. ნუ დავფიქრეთ, ყველა ყოფილვართ გადატეხის ასაკში. ნუ ჩვენი გადატეხის ასაკი ცოტა სხვანაირი იყო. კი, ძალიან კაი იყო სხვადასხვა. დღევანდელთან შედარებით. კი, რეალური იყო. ეს ბავშვები ცხოვრობენ სოციალურ ქსელებში, ილუზიაში და თავს იმკვიდრებენ, ეხლა გარდატეხის ასაკში ჩვენც არ ქონდა სოციალური ქსელი, მაგრამ რაღაცა კუთვნილება გვჭირდებოდა, რომელიღაცა ჯგუფს მივეკუთვნებოდი და ესე რომ გადახედო მოზარდები იცავენ ერთნაირად, საუბრობენ ერთნაირად, ერთი და იგივე რაღაცა მოსწონთ. სინამდვილეში ამ დროს რისი გვეშინია? აი რატო გვინდა რომ ერთნაირები ვიყოთ და არ განსხვავდებოდეთ მოზარდობაში? ნუ რაღაცა ბულინგის ხორბლი რო არ ვიყოთ რა. რო არ ვიყოთ გარიყულები. მე როდესაც უკვე საკუთარ თავში შევიცნობთ და გავივლით ამ გარდატეხის პროცესს, ვიცი მე ვინ ვარ, რა ღირებულება მაქვს, რა მომწონს, არ მომწონს, უკვე აღარ ხდება ჩვენთვის მნიშვნელოვანი რასი ფიქრებს სხვა. და შემიძლია მათ კრიტიკას ჯანსაღი კრიტიკა მივიღო, ანუ ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მქონდეს მიმღებლობა უკავშირის, ეს გადავამუშავო ისე რომ არ დავინგრე. მოზარდობაში ამას სწავლობენ. შესაბამისად ცდილობენ რომ იყვნენ ერთიანები. ნახეთ ვიღაცები ვის პროფესიაც არის ეს და მან უნდა გაყიდოს ეს პროდუქტი, ხო? ან უნდა გაყიდოს თავისი სხეული თუნდაც. ან რაღაცა საკვები დანამატი, ის ამას აკეთებს. მოზარდს კიდე სუსტი ლაბილური ფსიქიკა აქ ეს ელექება. ჩვენი გონება ისე არის, რომ თითქოს და არ მაინტერესებს, მაგრამ მე ძალიან ხშირად წამის მიასეტებში რომ განახოთ ერთი და იგივე ფოტო. ერთ და იგივე ჩიფსის ფოტო. ადრე თუ გვიან მენ შეხვდით და იყედით ამას, იმიტომ რომ ინტერესს გამოვიწევთ თქვენში. რა გადავხედოთ TikTok-ს, Instagram-ს, სოციალურ ქსელებს. ხო, ნუ სოციალური ქსელები, TikTok-ი და Instagram-ი და კონტენტი ხდება, მე როგორ არის აწყობილი ეს, ხო, ერთხელ რაღაცა ნახე და უკვე სულ მოდის ჩემ თვალთახედვის არეშია და მოწყვლადი ხდები. მე ვერ ვამუშავებ ამ ინფორმაციას, არ ვაზიარებ სახში, მემატება გარემო ფაქტორები, სრულებით არასწორად მესმის ეს ყველაფერი და ვანგრევ საკუთარ ორგანიზმს. ამიტომაც არის რომ კვებითი აშლილობები ყველაზე დიდი ესეთი სტატისტიკა გვაქვს მოზარდებში. ნუ ერთი რომ მშობლები ამჩნევენ და მოყავთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა 18 წლამდე ხა მშობელზეა, დასრულების შემთხვევაში ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ისწავლა უკვე ამ პროცესებთან თანაცხოვრება, მიუხედავად უამრავი გართულებისა, არ მოდის. არ მოვა, ანუ მე რაც მაქვს შემთხვევები მოვლენ, აქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმდენად სირთულესთან არის დაკავშირებული, რომ მე უკან გარბის. პროგრესი, პატარა რეგრესი, შიში გარბის. და სამწუხაროდ, ჩემი პრაქტიკაც კი არის ასეა, კვებითი აშლილობები არის ხშირ შემთხვევაში, ნახევარზე 50%-ზე მეტ შემთხვევაში ქრონიკული დაავადება. ეგრე არის ნამდვილად, ხო? და კიდე იცი რა მაინტერესებს, თუმცა აი რატომ არის რომ სტრესი, შფოთვა, რაღაცა ეს მე კვებით აშლილობაზე გადადის ხოლმე ძალიან რა, იმიტომ რომ რაღაცა სტრესში როცა ვართ ხოლმე, ალბათ მეც რა, მათ შორის რასაც არ ვაკვირდები. მე არის რომ რაღაცა ცოტა კვებითი ის ირღვევა რა, შეიძლება რაღაცა იმდენი რაღაცა ჭამოდა, საერთოდ არ გინდოდეს და საერთოდ არ ითხოვდეს ორგანიზმი, მაგრამ აი რაღაცა გინდა რომ გააკეთო რა და ეს მიდის ეს კეთება მაინც კვებაზე. იმიტომ რომ მარტივია. ნახე მე რომ მაქვს სტრესი, ანუ რაღაცა ნებისმიერ სახის სტრესი, სამსახურეობრივი, პირადი, რაღაცა უნდა იყოს გარემო ფაქტორები. ანუ ეს არის წნეხი, დაძაბულობა, რომელიც შემოდის ჩემზე გარედან. და მე იმ მომენტში რატო ვისტრესები, ანუ არ მაქვს გადაჭრის სტრატეგიები, ანუ არ ვიცი როგორ მოვიშორო ეს დაძაბულობა. არა და თვითონ სხეულიც მეუბნება რომ მოიშორე, მენტალურადაც ცუდად ვარ, მინდა რაღაცა მოვიმოქმედო. კვება არ იქმედება, რომელიც ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომია დღეს. ამიტომ მარტივად ვიღებ რაღაცა ქმედებას, რომელიც აბა გავიხსენოთ ახლა კვების დროს ვინმე თუ ფიქრობს. ო, საინტერესო. არავი. კვების პროცესში ჩვენ არ ვფიქრობთ, არამედ ეს არის ის მდგომარეობა დღევანდელ დღეს, ესეც 21 საუკუნე მოიტანა. როდესაც ჩვენ ვართ დაკავებული ერთი ქმედებით. ნუ ხშირად არის შეჯაჭვული, ხოლმე რაღაცას ვუყურებთ, ხო?
ესეც ძალიან ცუდი ჩვევა არის და აგრეთვე გვეხმარება კვებითი აშლობის ჩამოყალიბებაში. მაგრამ თავად კვების პროცესში მაინც მე ორიენტირებული ვარ გემოზე, განსაკუთრებით სტრესის შემთხვევაში ზუსტად ვარჩევ საკვებს. დაბა მითხარით ახლა სტრესის დროს თუ არჩევთ თქვენ ჩანსახ საკვებს და ეძებთ ან ბროკოლს, ან ბოსტნეულს. არა. ამას ფიზიოლოგიური ახსნაც აქვს, ხო? მე მაქვს სტრესი, ანუ მე მჭირდება ევოლუციურად სტრესი, რას მეუბნება, ან ვიბრძოლო, ან გავიქცე. ორივესთვის მჭირდება ენერგია. ენერგიის სწრაფი და მარტივი გზა. რომელია? ყველაზე მეტ ენერგიას და უცაბად ენერგიას რა მაძლევს ცილა ცხიმი ნახშირწყალი. მივდივარ ნახშირწყალთან, ან ნახშირწყალი დამატებული ესე ვთქვათ არაჯანსაღი სწრაფი, ანუ არაჯანსაღ ნახშირწყალს ეწევს, ხო? ანუ ჯანსაღი ნახშირწყლებიც ხო გვაქვს არა? არაჯანსაღ ნახშირწყლებში გულისხმობთ ეს არის გადამეტებული ტკბილეულობა და ესე ვთქვათ junk food-ი. რადგან მათ უცაბედად, როგორც გვაძლევენ ენერგიას, ამავდროულად მოქმედებენ ჩვენს რეცეპტორებზე. სხვადასხვა გემოები თამაშობენ. იქ არის უამრავი დანამატი, რომელიც ზუსტად მოქმედებს და ისე არის მარკეტინგულადაც, ხო, შერჩეული, რომ მოქმედებდეს შენზე. სწრაფად გაძლევდეს სიამოვნების წყაროს და იმ 7 წამით მაქსიმალურად ითამაშოს. 7 წამი. 7 წამი ძალიან ხო, ძალიან ცოტა. რამე ხა წეღან საათები მეთქი, მაგრამ საათები კი არა, რეალურად აი ის პროცესია რა. ანუ 7 წამი არის, აი. კი. აი ეს. ხო. და მაგ 7 წამში, აი ახლა გააკეთეთ ექსპერიმენტი დღეს. როდესაც თქვათ, გვინდა რაიმე ტკბილი, ან ძალიან დიდი ინტერვალი ქონდა კვებებს შორის. რა სისწრაფით მივირთვევთ საკვებს? ჩვენი სისწრაფე რომ ნახო ალბათ კვებას აგვიგრძავალთ. შესაბამისად ის 7 წამი, იმ 7 წამში მე 3-4 ლუკმას ასწრებ რომ ჩავიდო. და სინამდვილეში ერთი ლუკმა რომ ჩავიდო და დაველოდო, გახანგრძლივდა. მე თუ მინდა კლავს სიამოვნება მივიღო, მაშინ რეცეპტორს უნდა შეუცვალო ამპლიტუდა. ანუ კი არ მივცე კიდევ ტკბილი, იმიტომ რომ ნახეთ ეს უკვე ავიდა, მიაღწია თავის წვერვალს და რაც არ უნდა მე ვამატო, აქ დგას პლატოა. და შესაბამისად უკვე ჩემთვის ჩვეულია, ხო? აი ნორმაა. და მე თუ მინდა რომ შევიგრძნო ისე, უნდა ვეთამაშო გემოს. სხვა გემო მივაწოდო, თქვა, თუნდაც მჟავე. აი რატო არის, რომ ძალიან ხშირად, ხო, დღესდღეობით შერეული არის, თუნდაც შეიძლება ხილი იყოს ბოსტნეულთან ერთად ასრულებით განსხვავებული გემოთი და მოგწოს, იმიტომ რომ თამაშობს ამ ჩვენი გემოვნების რეცეპტორებზე. მჟავე, ცხარე, ტკბილი და ამაში ამ 7 წამს სხვადასხვა გემოებით გვიხანგრძლივებს. და ადამიანს, რომელსაც აქვს კვებითი აშლობა, ან რომელსაც აქვს სტრესი, შფოთა, დაძაბულობა, მიდის ნახშირწყლებთან და 7 წამში შეუძლია სრულად ერთი მთლიანი შეკვრა შოკოლადის კონდეს მირთმეული. არ იყოს და ისევ დაამატოს, რადგან ენერგიას უცებ მოდის, მაგრამ რაოდენ სწრაფადაც მაძლევს ეს ენერგიას, იმდენ სწრაფადაც მე მაგ ვარდნა. ხო. და აი აქედან არაჯანსაღი ნახშირწყლებით მივდივარ აი აქ. კი. ძალიან სწრაფად. ჯანსაღი ნახშირწყალი მე მაძლევს ენერგიას და ვრჩები აქ, ხო? ნელ-ნელა ვინელებ. ანუ რატო ამახვილებ ხა ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გონიათ, რომ ნახშირწყალი არის მტერი. ხო, ნუ გააჩნია ნახშირწყალი. რა თქმა უნდა. მაგის განსხვავება უნდა იცოდე. სწორი და არასწორი. ეს არის ჩვენი დანიშნულება, ხო, რომ გავარჩიოთ და ცნობიერად ვიყვებოთ. ისიც, როდესაც მე თუ მივმართავ აი ძალიან მკაცრ წესებს, ის აუცილებლად დაირღვევა. ჩემი მკაცრი წესები და შეზღუდვები, მოდი გავიხსენოთ კოვიდი. ეხლა ხანს გამოვიარეთ ყველა. როდესაც დაგვსვეს სახლში და გვითხრეს 9 საათის შემდგომ არ გახვიდეთ გარეთ. ბედნიერები ვიყავით? ცა. ყველა ვცდილობდით გასვლას, ხო? ანუ ადამიანის ფსიქოლოგია ეს ვიღაცამ ძაღლი იყიდა, იმიტომ რომ თქვენს რომ მაშინ შეიძლება ცხოველთან ერთად ცეირნობა. ძალიან ხშირი იყო, რომ გუნება განწყობის დაქვეითება ვისაც ჰქონდა და საერთოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან არ გადიოდა, წარმოგიდგენიათ ეს გახდა мотиваცია რომ სახლიდან გავიდეს. რომ ის ჩარჩოები გავარღვიოთ. ბავშვებს შევხედოთ, რასაც ეთქვი არა, გიყურებს თვალებში და ზუსტად იმას გააკეთებს. და თქვენ როცა ეუბნებით თქვენს რომ აი ნახშირწყალი ამოიღე
ტერია, არანაირად არ მივირთვა, ან საერთოდ სრულებით ამოვიღო ტკბილი, ან ვიყო შიმშილს მივმართო რაღაც. ეს ხო ჩემთვის უკვე აკრძალვა, ეს ხო წნეხია და კიდევ უფრო მეტად შეიძლება იმდენად არ ვიყო დამოკიდებული ამ ტკბილზე, მაგრამ როგორც კი კვირაში ერთხელ მოვიხმარე, თუნდაც ძალიან ხშირად არის ეს შემთხვევები, მაგრამ როგორც კი შენ დავუთხარი, რომ სრულებით უნდა ამოიღო, გიჩნდება ინტერესი. აი მანდარი მთელი გასაღები. ყველაფერი უნდა ვიკვებოთ ხანდახან, მივიღოთ თუნდაც ის junk food, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი რაციონი და სისტემაში არ უნდა რა გქონდეს. თქმა უნდა, კი. ზომიერად ხო ყველაფერი. ზომიერად არის ყველაფერი ზოგადად ძალიან კარგი და თუმცა აი პირველი ნაბიჯი რა არის? აი ადამიანს შორის ან აი ადამიანი რო ხვდება უკვე რო პრობლემა აქვს რა. აი რა არის მაგისტრის პირველი ნიშანი? აი პირველი ნიშანი ეს არის პირველ რიგში ის იტანჯება ამით. ვერაფერზე ვერ კონცენტრირდება. მუდმივად თვალის გაღებიდან და დახურვამდე, ესე ვთქვათ, დაძინებამდე და ძალიან უჭერ ჩაძინების პროცესი, ეს არის მუდმივი ქაოსი თავში. რა ვჭამო, რა შეიძლება რომ ვჭამო, სოციალურ ქსელებში ამას ეძებენ კიდევაც, როგორ შეიძლება კალორიაში გავწვა, მე თუ დღეს კარგად მივირთვი, კარგი ადამიანი ვარ. და კარგად მოვიქეცი, მაგრამ მე თუ დღეს კარგად არ მივირთვი, საშინელება ვარ. და უნდა დავსაჯო სასწრაფოდ ჩემი თავი, სახლიდან არ უნდა გავიდე, არ უნდა ჩავაცვა, არ უნდა დავახურო, არ უნდა იურთიერთოს. მოდის უკვე ნახე ტვინსა და სხეულს შორის ორმხრივი კავშირია. და ის რომ ნაწლავებსა და ტვინს შორის ორმხრივი კავშირია, ამის შესახებ მეცნიერებაც უკვე ძალიან დიდი ხანია იციან. და სეროტონინი ხო, რასაც ჩვენ ბედნიერების ჰორმონს ვეძახით, უმრავლესობა გამომუშავდება ნაწლავებში. და მე თუ ნაწლავებს ჩვენ მიკროფლორა, სადაც უამრავი ბაქტერია ცხოვრობს, არ მივაწოდე მიკრო-მაკრო ელემენტები და საკვები, ის ვერ გამოიყოფა. შესაბამისად, ქვეითდება გუნება განწყობა, რომ მოდის დეპრესიული ეპიზოდები, ვარ გაღიზიანებული, ყველაფერი მაღიზიანებს, მაქებენ მაღიზიანებს, არ მაქებენ მაღიზიანებს, ჩვეულებრივად მესაუბრებიან მაღიზიანებს, საკვებზე მეუბნებიან რამეს მაღიზიანებს, მე თვითონ ვუზიარებ ამ ყველაფერს და იქიდან პასუხი მოდის და ვერ ვიღებ, შესაბამისად ფუნქცია ეკარგებათ. მოზარდები სკოლაში ვეღარ დადიან, აკადემიური მოსწრება კლებულობს, ურთიერთობების პრობლემა შემოდის, არაფრის სიხალისე არ მაქვს, აღარანაირი ჰობი არ მაქვს, არაფერი არ მანიჭებს სიამოვნებას და მთელი 24/7-ზე მე ვფიქრობ საკვებს. ამათვის ეს ძალიან მძიმეა. ხო, აბა წარმოიდგინეთ ესეთი ცხოვრება. იგივე არის დასრულებშიც. გარემოსთვისაც არ არის აუცილებელი, რომ ხშირად გონიათ რომ რაღაცა ან ძალიან ზედმეტად ჭარბწონიანი უნდა იყოს, ან ძალიან წონის დეფიციტი ქონდეს. შეიძლება სრულებით ჯანსაღად გამოიყურებოდეს და ნერვული ბულიმია საერთოდ აქვს აბსოლუტურად ჯანსაღი წონა და ვერ ამოიცნო. ხო? თუმცა ეს დამოკიდებული არ უნდა იყოს რა მოკლედ, ნუ რა უჭამო, რუდი ვჭამო, ეგ არ უნდა კონდეს. ხო, ნუ ეგ კაია თუ მოწესრიგებული გაქვს და რა მაინტერესებს უნდა კითხო ეგ აუცილებლად. მშიერი ადამიანი რატო არის ძალიან აგრესიული? აი, ნახე, მოდი დავაკავშიროთ. მშიერი ადამიანი ფიზიოლოგიურად მშიერი ადამიანი იმყოფება სტრესში. იმიტომ რომ მას აკლია ენერგია. მარტივად ან ჩვენ ხო ვთქვით რომ ნაწლავსა და ტვინს შორის ორმხრივი კავშირია, კუჭ-ნაწლავს შორის არაფერი არ არის, არ გამომუშავდება უჯრედულ დონეზე ის ჰორმონები, რომ მე ვიყო კმაყოფილი, ან მქონდეს მიმღებლობა იმის უნარი, რომ პატარა კრიტიკაზე არ გავღიზიანდე, ანუ ლაბილური ვარ. იმპულსური ვარ, იმიტომ რომ სხეული გვეუბნება ფიზიოლოგიურად გამოფიტულია, არ აქვს ფიზიოლოგია, ნახეთ, პირველი ბაზალური, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის პირველი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, შიმშილი, წყალი. შენ ეს არ მიეცი და რას თხოვ, რომ გქონდეს სოციალური, რაც ზემოთ არის, სოციალური უნარები, ისეთი რომ არ გაღიზიანდეს შენი კრიტიკა აღიქვას, მოგისმინოს, საკუთარი, ესე ვთქვათ, ფიზიოლოგია გაწიოს და რაციონალურად იაზროს. ერთხელა. ამიტომ ღიზიანდება მარტივად, აღიზიანებს ყველაფერი და მისი ფოკუსი არის მხოლოდ რომ სწრაფად მიიღოს საკვები. ყველაფერი დანარჩენი არის მისთვის ხელშემშლელი, რაც უნდა გაწიოს. ამიტომაც მაგ დროს გაღიზიანებადობა მატულობს. და ვისაც კვებითი აშლობა აქვს, ისინი ფაქტობრივად მუდმივად ამ რეჟიმში არიან.
და სულ აი ასეთი გაღიზიანებულები არიან, როგორც რაც არის ჩვენთვის ნორმა, რომ მე მაქვს სტრესი, მაკლია საკვები, ანუ მაკლია ენერგია. ენერგია იმისთვის, რომ გონება მიმუშაოს, იმისთვის, რომ დაგინახო, იმისთვის, რომ აღიქვა, მოგისმინო და გესაუბრო. და შესაბამისად კონცენტრირდები დავდივარ, იმიტომაც ვამბობთ, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება უნდა დავაკმაყოფილოთ, ხო? სკოლებში ხა ჩვენ დროს ვინ გეტყოდა წყალი დალია, ან მიირთვიო, ხო? უნდა გემჭდარიყავი 45 წუთი და ხელს თუ აიწევდი და გეტყოდი შეიძლება რომ გავიდე, გეტყოდნენ არა. ხო? ახლა ესე არაა. და რა კაია რომ ესე აღარ არის, ხო? ხო. ანუ ახლა გეუბნები რომ ხელი აიწე თუ რამე საჭირო აუცილებელი გადი წყლის ბოთლების გამოცდაზე შეაქვთ, ხო? ან საგაგოთლო პროცესზე, იმიტომ რომ უკვე მივედით იქამდე რომ თუ ბავშვს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება წყლის შიმშილის ყურვილის არ დავუბალანსეთ, რომელ კოგნიტურ უნარებზე ვესაუბრებით და რომელ კონცენტრაციაზე, ან აღქმაზე, ან საუბარზე, თქვენ აი როდესაც დაღლილი ვარ და ხანგრძლივი შიმშილი რას იწვევს? აი შიმშილს სად გრძნობთ თქვენ? როგორ ამოიცნობთ ხოლმე რომ ხშია? აი რეცეპტორები გიკანკალებს. არ ვიცი. აი ცოტა გულის რაღაცა ისეთი ცემა მაქვს ხოლმე სხვათა შორის, იცი? შეიძლება. აი რაღაცა არ მასწონებს. და ნუ სხვათა შორის მე გადავდივარ ხოლმე იმაზე, რომ აი კარგას ვეღარ ვფიქრობ, ვეღარ კონცენტრირდები ვერაფერზე გარდა იმისა, რომ აი ხა უცბად უნდა ვჭამო მეთქი რა. აი ეს უცბად მაგ მომენტში რა გნიშნულობა რას შეჭა? იდეაში მე იმდენად უკვე წლების განმავლობაში დააგებული კვება მაქვს. რომ ძირითადად არ მიწევს ხოლმე ფიქრი იმასთან დაკავშირებით თუ რას შევჭამ. ზუსტად ვიცი რასაც შევჭამ. წინასწარ განსაზღვრული. კი. აი მოდი ავიღოთ რომ მოდი ესეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, შენ ხარ სხვა გარემოში, სხვა ქალაქში და ხელმისაწვდომობა არ გაქვს იმ შენ ჩვეულ პროდუქტებთან. რაც მარტივად მისაღებია იმას შევჭამ. რაც მარტივად მისა ხო არ დაიწყება, ანუ ძალიან გშია აი ეს შენი შფოთვა წამოვიდა და მარტო ფოკუსირდები იმაზე რომ უნდა იკვებო, ანუ რაც პირველ მარკეტში რაც მოხდება ან თუნდაც რაიმე კვების ობიექტი იქ შეხვალ და რაღაცას მიირთმევ თუ არა. ნუ რაც მარტივი იქნება აუცილებლად, ანუ რასაც სიტყვაზე ნაკლები ლოდინი დაჭირდება, რაღაც გავსი. ნახე რა კარგად მეუბნები, ანუ ადამიანს როდესაც ფიზიოლოგიურად შია არ იწყებს იმაზე ფიქრს, რომ რა მიირთვას და არ იწყებს თუნდაც ლოდინს ვეღარ დაელოდება, არ დაждდება და არ გამოიძახებს რაღაც ისე ვთქვათ junk foods, არამედ თუნდაც ის junk food-ი თუ პირველად შეხვდა, მივაშე რა შეჭამს. აუცილებლად უცბად რაც მოხდება ხელში, ხო? და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ემოციურ კვებაზე, სტრესულ კვებაზე, ამ დროს ფიზიოლოგია არ არის. და ამ დროს ის ზუსტად არჩევს რას მიირთმევს და ზუსტად არჩევს ისეთ საკვებს რაც უნდა და ეს არის ყოველთვის მაღალ კალორიული ენერგიაც გქონდეს და არა ჯანსაღკალორიული, იმიტომ რომ კალორიები არ ნიშნავს ყოველთვის ცუდს, ხო? ანუ კალორია არის ეს არის ენერგიის წყარო, რომელიც გვაძლევს თუნდაც საუბრის, მოძრაობის საშუალებას. და იმ მომენტში იმას უნდა ძალიან გაჯერებული, სპეციფიური დანამატებით, საკვები და ზუსტად აქ იმის დრო, რომ შეარჩიოს, თუნდაც წავა იქ. გამისვლად, მაგრამ მე თუ მშია ვერსად ვერ წავა. მე მშია ახლა და აქ და სწრაფად უნდა დავეკმაყოფილო ჩემი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. აი ეს არის სხეულის მოსმენა. მაგრამ როდესაც მე არ ვუსმენ ვაშიმშილებ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ახლა ვისაც აქ კვებითი აშლობა, ვისაც აქ სტრესული კვება არ აქვს, ყველას ერთნაირად ვმუშაობთ. ანუ სისხლში შაქრის დონე როგორც კი ეცემა, მე ფიზიოლოგიურად ვგრძნობ რომ შია, აი შენ თქვი რომ მოусვენრობა მეწყება, ხო? შენ რა გეწყობა? მე სხვათა შორის მაგ ხომ ტკბილზე მაგ ძალიან გადაკეტილი. ანუ აი ძალიან მიყვარს რა თქმი. მე ხა შეიძლება ესე ძალიან რაოდენობით არ ჭამო, მაგრამ აი თუნდაც დარბაში ხა ვარჯიში მაქან რაღაცა და იცი როგორ აი საერთოდ უცბად აი ტკბილის მოთხოვნილება მიჩდება როგორ იცი რომ აი აღარ მაინტერესებს იქ რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ აი ერთი სული მაქვს რომ გავიდე ესე გავსულ ვარ ძალიან ხშირად და აი თუნდაც სნიკერსი მიყიდია აუ ამ ტკბილის მოთხოვნილების დროს მაგ ხოლმე აი ვიცი რა მინდა რა აი თუნდაც სნიკერსი ან მინდა რაღაცა შოკოლადის კრუასანი
ან რაღაცა კონკრეტული ნამცხვარი. კარგი, მოდი, ახლა ეს ძალიან კარგი მაგალითია. ნახე, ძალიან კარგია და საინტერესო და ვფიქრობ, რომ ყველა ბევრს აწუხებს ეს პრობლემა, ხო? ეს პრობლემად თუ შეგვიძლია ჩავთვალოთ. მეც ძალიან მიყვარს ტკბილი, ტკბილის მოყვარული ვარ, ზუსტად შენაირად, ესე შემილია. ზუსტად ვიცი და მიყვარს ძალიან ტკბილი. ანუ იმდენად ტკბილი, რომ ჩემი შვილები იმ თქვათ სიტყვას ვერ იტანენ. და მათთვის ეს არის ძალიან საშინელი, ხო? როდის ხდება ახლა ეს პრობლემა? როდესაც გშია. ანუ შენ შეგიძლია მთელი დღის განმავლობაში ტკბილით დაიკმაყოფილო შიმშილი შეგრძნება. ვერ. ანუ შენი სიტუაციები, როდესაც გინდა ტკბილი და გაქვს აგრეთვე, ანუ შენი რაციონი ტკბილის უარ არის, ხო? ანუ შენ აგრეთვე გჭირდება რას მოიხმარ კიდე. მაგალითად, როცა გშია. აი ძალიან გშია, 4 საათიანი ინტერვალი გაქვს. რავი, ესე მეც ყვება ეს დაალაგებული მაქვს ხოლმე, რა წინასწარმა გამზადებული. ნუ იქ ცილა, ნახშირწყალი, ჯანსაღიცხიმი, ბოსტნეული. ნუ აი სტანდარტულად რა. თუ რაღაცა კონკრეტულად ეხა ისეთი მინდა, ნუ მაგას უკვე ვიძახებ და სიტყვაზე ბურგერსაც ვჭამ და ნუ ყველაფერს. და მაგრამ ნუ სტანდარტულად რაც არის ეგ. ხო, აი ტკბილი პრობლემა არის მაშინ, როდესაც მე უკვე დანარჩენ საკვებს არ ვიღებ. ხო. და სრულებით ვარ დამოკიდებული ტკბილზე. ნახე, ახლა ტკბილის შემთხვევაც რა საინტერესოა, სხვათაშორის მე გაცნობიერებული მაქვს, რატომ აქ ეს ტკბილის ესეთი მოთხოვნილება და არასოდეს, როდესაც ესე ვშია ტკბილი და რაც არ უნდა მიყვარდეს, ვერ ვიწყებ. და ჩემთვის ტკბილი არის ყოველთვის საკვების დამამთავრებელი. ხო, ნუ ეგ ძალიან კაი ვარიანტია. ხო, ჯერ შენი საკვები რაც გაქვს სიტყვაზე ის მიიღე, მე შეიძლება იდეაში არც მოგინდეს ის ტკბილი რა. ზუსტად. ყოფილი ხშირად საერთოდ აღარდომებია და ზუსტად ვიცი ხოლმე, როდის უნდა მე თუ მშია, მე ტკბილი ვერ მომცემს ენერგიას, ამიტომ მოდი დავიწყებ, შემირჩევია თქვა ცილოვანი საკვები, თუ მჭირდება დიდი ხნით ენერგია და შემდგომ უკვე ხანდახან აღარც მქონია ეს ტკბილზე მოთხოვნილება. ხო, მაგრამ ხანდახან საერთოდ არ მშია, მაგრამ აი ეს ტკბილის მოთხოვნილება. აი წავიდეთ ახლა მათ. ხო. და ჩემ შემთხვევაში ხო თქვი რომ გაცნობიერებული მაქვს, ხო? აი ხა 90-იანებში ესეთი ხელმისაწვდომა არ იყო და ნახე ჩემთან რასთან ასოცირდება, ან ბავშვობასთან, იმიტომ რომ და ადამიანის სიტყვასთან, კონკრეტულ ადამიანთან, ან ჩემი გამზრდელი ბებია ყოველთვის ეს სკოლიდან რომ მოდიოდი 80-90-იანებში, სადაც შუქი გათბობა ასე შემდეგ. ხო, ჩვენც მაქაურები ვართ. აი ასოცირდება ბებიის სიტყვასთან. აი ეს ჩემ გონებას აქვს, რომ ის რომ დამახვედრებდა გემრია უწუნიანის ულფას, შემდგომ აი ამ შემონახულ ძალიან გვიზოგავდა მე და ჩემ და ასე თქვა მთლიანის მირთმევის უფლებაც არ სთხოვდა. ხო. ან ეს იყო ჩემთვის, ამიტომაც შეიქმნა უკვე ჩემი ჩვევაც ესე, რომ დამასწორებელია და რეალურად ასოცირდებოდა სიამოვნებასთან, რაღაც პერიოდში, როდესაც ესე ვთქვათ, ბებია დამაკლდა და გარდაიცვალა. აი მეც მქონდა ეს თან მაშინ მოზარდი ვიყავი და ესე არ ვიყავი ჩახედული ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ესე გამიმრძაბრდა ეს მოთხოვნილება, იმიტომ რომ ჩემ მგონებას ეს ასოცირებული ქონდა იმ ემოციებთან და იმ ემოციების კომპენსაციას ვაკეთებდი და ვიწყებდი. შესაბამისად, ძალიან ხშირად უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს, რომ აი ეს ტკბილი რომ მაქვს, იქნებ თუნდაც ვარჯიშის დროს რაღაცა არ მეყო ენერგია, ან თუნდაც შეიძლება დავაძალე ხო რაღაც მომენტში, რომ აი დამესრულებინა, ან ხშირად ვერ დავიძინე კარგად, რას ემსახურება. არის ჯილდო, არის რაღაცა კონკრეტულ ემოციასთან ასოციაცია, მაგ სტრესული, დაძაბული დღე, თუ არის რაღაცა კონკრეტული დასწავლილი ჩვევა და ქმედება. კი, ტკბილზე დამოკიდებულება ძალიან მარტივად მართლა ავითარებს დამოკიდებულებას, ისევე როგორც მაგალითად ალკოჰოლი, ხო, ტოლერანტობა გვესდება, მოგწონს ის, რომ სწრაფი ენერგიის წყაროა, მაგრამ ცნობიერად ამ ჯაჭვის გაწყვეტა შესაძლებელია. თავდაპირველად გამიზდული, აი როგორც ჩვენ თქვი, ხო, მაგ სტრუქტურა კვებაში და ვიცი რა როგორ უნდა მივირთვა. მაგრამ აი ხა ორივე შემთხვევაში არის ეს სტრუქტურა, ხო, თუ ეს სტრუქტურა დაირღვა, დანაშაული შეგრძნება მოდის? არა. რაღაცა დაფიქრდი. არა სხვათა შორის. აი ერთადერთი რაზეც არასდროს არ მიფიქრია ხოლმე, რომ აი რას შევიჭამ, რაც ხოლმე იმას ხო, იდეაში პირადად ჩემ თავზე რა თქვა, სულ რაღაც ვიცახი, რომ იდეაში ვარ რაღაც იმ დონემდე მისული, რომ როცა გამისწორდება, რაც გამისწორდება, იმას ჭამ აუცილებლად. და სხვათა შორის. კი.
ეს 90-იანების ბავშვობამაც მოიტანა რა, იმიტომ რომ მაშინ რაც იყო იმას ჭამდა ადამიანი რა. ანუ ეხლა რა თქმა უნდა იმის მერე შეიცვალა ყველაფერი, უფრო მეტი პროგრესია ყვებით სიტყვაზე მიღებაში, მაგრამ არ მაქვს ხოლმე ის პრობლემა, რომ აი რაღაცა დანაშაულის გრძნობა მქონდეს, რომ აი ეს რატო გავაკეთე ან რაღაცა დღევანდელი დღე ჩავაგდე. საერთოდ არა. და ვთვლი რომ ეს პრობლემა არ მაწუხებს და რაღაცა აი ამ საკითხით ცოტა მოშვებული ვარ. გარემომ ჩვენ შეგვიწყო ხელი რაღაც კუთხით ესე შეიძლება ვთქვა, ხო? იმიტომ რომ დღევანდელ გარემოს თუ გადავხედავთ, საკვები გაცდა თავის დანიშნულებას. საკვები გახდა სოციალიზაციის საგანი, საკვები გახდა თავის მოწონების საშუალებაც, თვით დამკვიდრების საშუალებაც, თვით შეფასების ამაღლების საშუალებაც და ეს გარეგანი ფაქტორები ღირებულებებს მიქმნის მე როგორც პიროვნებას. და ეს უკვე არაჯანსაღია. ეს ღირებულება მოდის ჩემი პიროვნული თვისებებიდან და მუშაობ ამაზე. და ის რომ მე კარგი ვარ და კარგად მოვიქეცი, იმიტომ რომ კარგად ვჭამე, სრულებით ილექება ჩემს ფსიქიკაში და მანგრევს. ამიტომაც ვარ მე ვდებ რომ იქ ვიყავი, ეს გავაკეთე, ხო? ანუ მაშინ როდესაც აი ის ადამიანებიც კი ვისი პროფესიაც არის, თქვათ, უნდა იყოს აქტიური სოციალურ ქსელში და გააზიაროს, თუნდაც თავისი პირადი ცხოვრების რაღაცა ეპიზოდები. მაშინაც კი როდესაც მათ აქვთ ამის საშუალება და ისინი არიან თავისთვის გაცნობიერებულად დებენ სტორებს, ესე რომ ვთქვათ. არ მგონი. თქვენ დებთ სტორს, როცა კარგად ვარ, როცა ჩემი გარემოა, ჩემთვის ვარ. არა, ასხოთი შორის მაგაზე ესე არც მიფიქრია, ხო? ანუ რაღაცა ესე ძალიან ისეთ საკითხი, ყოველდღიურს რა სიტყვაზე რაღაცა ჩვენი არის ვარჯიში და ნუ ესეთი რაღაცეები რა. აი დანარჩენი რაც მაგალითად კარგია და მოსაწონად ჩაითვლება ხო სოციუმისთვის, საზოგადოებისთვის, თუნდაც იმ აუდიტორიისთვის, ვინც თქვენი მსმენელი და მაყურებელია. ამას გაუზიარებ? აი რა ძალიან შენია. ეხლა თუ რაღაცა ძალიან შენია და პირადულია, ეგეთ რაღაცას ხო იდეაში ანუ არ არის ახლა ისეთი თქვა დასამალი და სასირცხო ან რაღაც ძალიან ინტიმური კი არა, აი მაგალითად თუნდაც მარტივ მაგალითი ავიღეთ, რომ წაიკითხე რაღაცა კარგი წიგნი ვთქვა და შენ მოგანიჭა სიამოვნება პირადად. შეიძლება გაზიარება სხვისთვის. რო არ კითხოს ისე. აი იმ მომენტში იღებ და აზიარებ წყვეტ პროცესს და აზიარებ? არა, წყვეტ პროცესს და აზიარებ არა. უბრალოდ მე შეიძლება რომ უბრალოდ რაღაცა გააზიარო და ნუ მეც გამიკეთები. ახლა სიტყვაზე რაღაცა წიგნი წამიკითხავს. პროცესი ხო არ შეგიტყვეტია? არა, პროცესი არა. ეს მე უკვე სიტყვაზე ის წიგნი რომ მორჩა, დავასრულე. ესე იგი ჩვენ კითხვა ვერ გავიგეთ თავდაპირველად. ხო, ანუ ნახე, ეხა ის ადამიანები, ვიზეთ საუბრობ, რომ მაგალითად თუნდაც ვარჯიშს დაუბრუნდეთ, ხო, რომ სპორტ დარბაზებიდან აზიარებენ, ისინი ხო პროცესს აზიარებენ. კი. და ის პროცესი, რომელიც ზიარდება, მე მაშინ ვარ იმ პროცესში ჩართული? არა, რა თქმა უნდა. ანუ პროცესში თუ ჩართული ვარ, მე არანაირი გაზიარების სურვილი იმ მომენტში არ მაქვს. მე შევიგრძნობ პროცესს და ვიღებ სიამოვნებას. კვების დროსაც ნახე, მე როდესაც ვიკვებები, სულ ამას ვავნებ, რომ გამართეთ ტელევიზორები. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიკვებებით და თან რაღაცას ვუყურებთ, რომელ პროცესში ვარ ჩართული აბა? სრულფასოვნად. სრულფასოვნად არც ერთში. და 21 საუკუნეებს მოიტანა ის, რომ ხელზე iWatch-ი გვაქვს, ხო აქ ტელეფონი გვიდევს და სუხაზე ვართ და ჩვენი ტვინი სულ დაძაბულია. სულ რაღაცა პროცესებს მართავ და პარალელურად აკეთებ ამას. და გამოდის რომ დრო კი აჩქარდა, იმიტომ რომ შენ იმ წუთს, თუნდაც იმ 5 წუთს შენთვის კი არ იყენებ. კი, შეიძლება მარტო იყო, მაგრამ იქ რაღაც ვიღაცას მიწერ, აქ რაღაცა გააკეთე და არ ხარ ერთ პროცესის მიმდევარი. და ხე კვების დროს მე როცა მინდა მივიღო სიამოვნება, როცა მინდა რომ მოვუსმინო ჩემს ხელს, რომ დანაყრდა. მინდა რომ ის 7 წამი ესე კი არ მივირთმევდი, არამედ შევიგრძნო. ამ 7 წამს ახლა უყურებ რაღაცა ჩემთვის ძალიან საინტერესო ფილმს. და იქ აჩქარდა. მეც ავჩქარდი. კი. და დავკარგე ისიც ესეც. ამიტომ მე თუ მინდა სიამოვნება თუნდაც საკვებით მივიღო, იმ მომენტში პროცესით, ვარჯიშით მივიღო, პროცესს უნდა გაყვე და შეიგრძნო ყველა ჩვენი სენსორული შეგრძნებების მეშვეობით და არ ვიყო რაღაცა ფოკუსი, ესე ვთქვათ, მერყეოთს. ძალიან ბევრი რაღაც არის, რასაც ზოგადად ეხა ძალიან სწორად აღნიშნე და ამას არ ვაკვირდებით, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი რა. თუნდაც ის რომ
ჭამდა, იქ რაღაცა ცოტა სკროლვაში ხარ ჩართული, რაღაცა გასაკეთებელი, მე რაღაცა საკვებს ყურადღებას აღარ აქცევ, ჭამე, უბრალოდ რაღაც ცოტა ხასიათზე მოხვდი, დანაყდი და მე ისევ აგრძელებ შენ საქმეს რა. მაგას თან სწრაფი ჭამოცხო ძალიან საშინელოა. ძალიან. იმიტომ რომ მე ვერ აღვიქვავ. ნახე, ჩემს ორგანიზმში ესე არის მოწყობილი, რომ უმალვე არ მოდის იმპულსი კუჭნაწლავიდან თავის ტვინამდე, ანუ ეს არის ჯერ აღმავალი, მერე დაღმავალი გზა, ამას დრო ჭირდება. უცებ არ მოდის დანაყრების შეგრძნება. ამას ჭირდება რაღაცა გარკვეული დრო, 15-დან 20 წუთამდე. და სინამდვილეში დანაყრებას არ ჭირდება ძალიან ბევრი გაჯერებული კალორია. ანუ მცირედი ულუფითაც ფიზიოლოგიური შიმშილის შეგრძნებას, ახლა ევოლუციურად განპირობებულია, რომ მალე უნდა დავდაყრდეთ, შესაბამისად არ ჭირდება დიდი ზომის ულუფები. და მე როდესაც სწრაფად მივირთმევ, იმაზე მეც მივირთმევ რეალურად ვიდრე მჭირდება და ვცდები გზას. ის აბა შევხედოთ ახლა 20 წუთი, ვინ მირთმევს 20 წუთი? ვერ ასწრებს დაწევას, ხო? ხო, ვერ გვეწევა გონება. ან ვის დანახნა, მაგრამ აქ არ არის იმპულსი ჯერ ბოლომდე ამასული და უკან ჩასული, რომ შენ დაასრულე ერთი ულუფა, მოიხმარ მეორეს და გადასული ხარ მესამეს და მე უცებ მოგდის საშინელი ნაყროვანების შეგრძნება, რომ აი ცუდად ხარ. აი გავუსკდი. ხო. ო, და რაღაცა ენერგია დაცლილი და ენერგიას გართმევს მე ამ დროს. იმიტომ რომ ნახე შენ ხელს მიეც იმაზე მეტი ენერგია ვიდრე ჭირდება და ეხლა ის ენერგია მან უნდა რაღაცნაირად გახარჯოს, გადაღალე, რომ მონელების პროცესითაც გადაღალე, იმდენი მიეცი, რომ ის იწყებს მუშაობას, როგორ გაუმკლავდეს და გადაანაწილოს ეს ზედმეტი ნივთიერებები. ის ხო ფილტრავს შენი ორგანიზმი რა ნივთიერებები, რა მიკრო-მაკრო ელემენტები უნდა დარჩეს სხეულში და რა უნდა გამოვიდეს. შესაბამისად, შენ გადატვირთა შენი სხეული, კი არ მოუარე. დამატებითი წნეხი მიეცი. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, გამოვთოთ ტელევიზორები, ტელეფონები გადავდოთ და ნელა მივირთვათ. აი ისე სიმართლე რო გითხრა, ბოლოს ნაღდად არ მახსოვს, აი ეგრე როდის ჭამე, რომ არაფრისთვის არ მოყურებდი. არც მე. ჩვენ ამ ჩვევას ვამუშავებთ. ნახე კინო თეატრებში რომ მივდივართ, აი გადახედე ადამიანებს უჭირავთ ბატიბუტი და კოკა-კოლა. ვაჩვევთ ჩვენ თვითონვე, რომ სრულებით განსხვავებული ორი პროცესი, სიამოვნების მიღება, დასვენება, განტვირთვა, ფილმზე კონცენტრირება, გადამაგ შეჯაჭვული ხდება. ყვებასთან და მე რა ხდება იცი ჩემი გონება ამას იმახსოვრებს და შეიძლება საერთოდ არ მშიოდეს და უკვე იმ მომენტში როდესაც ან დაძაბული ვარ ან ვისვენებ მთხოვს რომ რაღაცა ივაცმაცუნო რომ მივცე დამატებითი სტიმულაცია და ეს რო გაწყდეს აი ბავშვებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო რომ ძალიან ხშირად ბავშვებს მაგალითად აიპედებს უდებენ წინ და გაჯეტებს იმიტომ რომ ჯანსაღი ყვება დაიწყოს აი ეს არის სრული კრახი. იმ წამს უკვე განწირულია იმ ბავშვების უნარ-ჩვევები. რადგან ბავშვებს ჯერ კიდევ აქვთ ის შეგრძნებები, რომ აი დრო დავაკვირდეთ, აიღებს ერთ-ორ ცხობილას, არ ჭირდება მთლიანი ორ ცხობილის შეფუთვის დასრულება. შეიძლება ერთი უკუჩოს და დადოს. დადოს, ხო. იმიტომ იცის თავის სხეულის შეგრძნება. მე მოდის შეძახილი, რომ დაასრულე, სუბთათებში კონდეს, ამაში პული მაქვს გადახდილი, რისთვის მაყიდინე თუ ბოლომდე არ შეჭამ, ჩვენ თვითონ ვუბიძგეთ. ყველაზე კარგი არის, რომ ის დრო თუნდაც ბავშვებთან, რომ დავსხდეთ ერთად. და მათთან ერთად მივირთვათ, ჩვენ თვითონ მაგალითი ვართ როლური მოდელი გადავდო ეს ტელეფონი და კომუნიკაცია მქონდეს თუნდაც ის 20 წუთი. მე მასთან ისიც ნელა მივირთვას, იმიტომ რომ ვესაუბრები. და აი ეს მიზანი შევძინოთ. ყვევითი აშლობები ბავშვებში ძალიან ხშირია და სულ უფრო მეტად იზრდება მომართვიანობა, რომ მაგალითად არ მიირთმევს ჯანსაღსაკვებს, მოსწონს რაღაცა ფრი, მხოლოდ სადღაც კონკრეტულ ადგილას შემწვარი. საკვებს არ ვაცნობთ ჩვენ ბავშვებს. ანუ ჩვენთან ერთად წავიყვანოთ საყიდლებზე, მოკიდონ ხელი სენსორულად. ანუ ის არის ასაკი, სადაც ბავშვს ეშინია ახლის გასინჯვის. მაგრამ ის ახალი იმ მომენტისთვის თუ არ არის მისთვის ახალი. თუ ხედავს, რომ დედა მამა ამას მიირთმევს, თუ ხედავს, რომ ამას რეცხავს, ეხება, სენსორულად მისთვის უცხო სხეული არ არის. შესაბამისად ეს მისთვის ნორმა.
და პრობლემების ბევრად უფრო აქედან იწყება, ხო? ანუ ჩვევებს ვავითარებთ ჩვენ შვილებში, ჩვენ თვითონ და ეს ჩვენი შვილები შემდგომ უკვე ხდებიან დასრული ადამიანები, რომლებსაც უკვე მეგერე თუ ვერ შეუწყოთ ხელი რაღაც დონეზე უკვე გადასცით არაჯანსაღ კვები ჩვევებში. რა არის შენ პრაქტიკაში ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი გამოცდილება, ისე ვთქვათ, რაც გქონია დასამახსოვრებელი ადამიანებთან მუშაობაში, ესე ვთქვათ, თუ გინდა ეს დავარ. ალბათ თითეული მათგანი თან დასამახსოვრებელი და განსხვავებულია. ეხლა შეიძლება ესე წარმოდგენა, ხო, რადგან ეს ახალი სფეროა მაინც კვებითი ფსიქოლოგია, სულ რაღაც 40 წელია მსოფლიოში წარსებობს და ჩვენთან კიდევ უფრო გვიან შემოვიდა საქართველოში, იმიტომ რომ არ იდგა მის საჭიროება, სხვა საჭიროებები ქონდა. ძალიან ბევრი რთული პაციენტი მყოლია. დასამახსოვრებელი იქნებოდა ის, რომ ყავდა ისეთი მომართვიანობა, სადაც აი რო წარმოიდგინოთ 13-14 წლის, 16 წლის გოგონები, აგრეთვე ბიჭებიც ვერ მოძრაობენ. იმდენად დაუძლურებულები არიან, რომ აცვიათ მაგალითად პამპერსი და საჭირო ოთახშიც კი ვერ გადაადგილდებიან და ეს არის ყოველ დღე ვებრძვით, რეალურად ვიბრძვით მისი სიცოცხლისათვის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ის მდგომარეობა, როდესაც ის აქამდე მოვიდა, იქ არც არამც თუ მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილი, იქ უთოვანი ქსოვილიც არ არის და ეს არის უბრალოდ უკვე ჩანს მხოლოდ ძვლები და ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში, ხო, როდესაც იწყება კუნთის განლევა, ამას საერთოდ არ ფიქრობენ, გული არის ჩვენი კუნთი. და გულიც ვეღარ მუშაობს და იზრდება იმის რისკი, რომ გული გააჩეროს. და ალბათ ყველაზე ხო, დასამახსოვრებელი ეს მოზარდები ყოფილან, ვინც აქედან გამოსულან. და მათთანაც ვინც აქედან გამოვიდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, ალბათ, როდესაც შენ ჩართული ხარ ამ იბრძვი მართლა ყოველდღიურად. არის შემთხვევები, რომ სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, ესე ვთქვათ, ხო? სიცოცხლე უნდა გადაარჩინო, სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ მშობლებსაც ვებრძვით ხოლმე, არც ერთ მშობელს არ უნდა ცუდი თავის შვილისთვის. ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი, მაგრამ მშობლებსაც აქვს საკუთარი ტრამვები. და მაშინ, როდესაც მშობელს ეს ტრამვები არა გაცნობიერებული, არ უმუშავია ამაზე, ამ ტრამვას გადასცემს სამწუხაროდ თავის შთამომავლობას გაუცნობიერებელ დონეზე. და ეს ერთობლივი მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია. ესა ყველაზე ეხა წარმომიდგა კიდევაც ის რამოდენიმე მოსარდი. არა, ეხა მე ესეთი რამე მასლა არ გამიგია და ნუ წარმოვიდგინე რა რთული იქნება ეხა ესეთ მოზარდებთან მუშაობა. ისეთი ცოტა მძიმე მოსასმენი და პრაქტიკაში რო გადიხარ მაგას. ამას რო ხედავ ყოველდღიურად და ისინი როგორ მე მოდიან, ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სიხარული, რომ იმ მომენტში ერთიანმა გუნდმა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მართლა გუნდი იყოს. შეძელით ამის გაკეთება. და პირველ რიგში შეძლო თავად პიროვნება, ხო, იმიტომ რომ შენ იწყებ პიროვნებასთან მუშაობას და ანახებ რეალურად მის დისფუნქციურ აზრებს. და ისინი ამაზე მოყვებიან. ძალიან მაგარი გზნობაა და რამხელ мотиваცია იქნება ეგ. უდიდესი. ძალიან დიდი. ეპიზოდის ბოლოს გვაქვს ხოლმე ესეთი პატარა ბლიც კითხვები და შენთანაც გამოვუშვით რამოდენიმე. მიდი. მზადხარ? მზად ვარ. კი ბატონო. მაშინ პირველი კითხვა არის ესეთი. ბავშვობაში როგორი იყო შენი დამოკიდებულება საკვებთან? ისეთივე როგორც დღეს. ძალიან მიყვარს საკვები, კბილეული მაშინაც ძალიან მიყვარდა და ხელშემწყობი ფაქტორი ჩემთვის ალბათ ის იყო, რომ ენდოკრინოლოგების ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად საკვების შერჩევა, წვდომა იმ თავითვე იყო დალაგებული, ასე ვთქვათ, და გამიზნული. კი ბატონო. შენი პროფესიული დღე აღწერა ერთი სიტყვით. ძალიან საინტერესო და გამოწვევებით ახსოვსო. ოკეი. ყველაზე უცნაური რჩევა, რაც ოდესმე ვინმესგან გსმენია კვებაზე. აი ამ კითხვაზე ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ იმდენი უცნაური. ხო, ეხლა ხშირი იქნება თან. და ძირითადად სულ უცნაურს ვისმენ, ხო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომელიც ჩემთან ეს უცნაური რაღაცა ალარმი არის ხოლმე და ვიწყება გაანალიზებას და
არაჯანსაღთან ასოცირდება. ამიტომ ვიტყოდი, რომ ყველა არაჯანსაღი დამოკიდებულება ესე რომ მოისმინოს, ხვისთვის ალბათ უცნაური იქნებოდა. შენს პრაქტიკაში ყველაზე მეტად რამ გაგაოცა ადამიანების ქცევაში? გამაოცა? დობა. აი ეს დობა საინტერესო. ხო, რომ გენდობიან უპირებოდ ასე გაოცებს. ამიტომ ხშირად ყოფილა, რომ აი ეს ნდობა ძალიან ხშირად არის იმედიდან გამომდინარე უპირობო და საკმაოდ მაოცებს თუ შევადარებთ ჩვენ ევროპულ პრაქტიკას განსაკუთრებით, ან ვფიქრობ, რომ ჩვენი კულტურალური თავისებურებაც არის ეს, ჩვენი რაღაც კუთხით მიმღებლობა ნაკლები გვაქვს ხოლმე, მაგრამ აი ეს ურთიერთობები, რაც ქართველებს გვაქვს და აი ეს ნდობა ერთმანეთის უპირობო უფრო გამოყოფთ საქართველოში ეს თავდაპირველად ძალიან მაოცებდა. ძალიან კარგი. არის თუ არა საკვები შენთვის ემოციურად ნეიტრალური? სრულებით, აი ემოციურად ნეიტრალური, მაგრამ საკვები ეს არ გულისხმობს იმას, რომ ინტერესი არ მაქვს, ან სურვილი არ მაქვს და სიამოვნებას არ ვიღებ. მქონია თუ არა პერიოდი, როცა შენ თვითონაც გიჭირდა კვებასთან ურთიერთობა? მქონია. მაგრამ ჩემი აღქმით არ მქონია. ანუ ეს იყო ბაში, როდესაც მე ვიყავი 17 წლის და მარტო წავედი საზღვარგარეთ საცხოვრებლად, განათლების მისაღებად და 2 თვეში საგრძნობლად მოვიმატე, ასე ვთქვათ, მოვიმატე 20 კილო. და ამის აღქმა სრულებით არ მქონდა, არც ანუ აღქმა ეხლა რომ მოვიმატე მქონდა, მაგრამ არასდროს შევუწუხები ვარ ამას. და ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ, როდესაც არ მყავდა ახლობელი ადამიანები, ნანახი ოჯახის წევრები, ძალიან ახლო მეგობრები, რომლებიც აეროპორტში მელოდებოდნენ და მაშინ არ იყო Skype და ასე შემდგომ, ანუ ვიდეო კოლები, როდესაც მე ვიყავი წასული და აეროპორტში რო გამოვედი, მახსოვს, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან წინა ხაზზე და მე მივდივარ ძალიან ბედნიერი მათგან. სრული შოკი ქონდა, თან მანამდე მეტიც უთქვამთ, რომ აი ეს გოგო რო იყოს, ეხა ნუცაო, როდესაც დავბოდი ბარკეს. აკრიკით რო ფიქრობ, ნეტა ეს არის. ნუცა, რაკენი თქვი. რაკენი და გეტყვი ძალიან მარტივად, ანუ ეს იყო, არ იყო ან ჭარბი კვება, ან ზედმეტი კვება, უბრალოდ აღმოვჩდით 17 წლის ასაკში სრულებით სხვა გარემოში, სრულებით სხვა პროდუქტებთან და ასე, როდესაც აი მე ვახსენე ბებია და ბებიასთან არსებული მოგონებები, ანუ მქონდა ის ფუფუნება, რომ მაშინ ბებია მიმზადებდა საკვებს და უბრალოდ სამარცხვინოა ეს რო შევხედოთ, მაგრამ არ ვიცოდი საკვების მომზადება და ამავდროულად იმ პერიოდში როდესაც ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე შევედი გერმანიაში და 3 ლიტრიანი ნუტელა ღირდა ევრო და რაღაცა მქონდა სრული გაოცება და მარტივი ხელმისაწვდომი მარტივად ან დიდად არ ვიმზადებდი ესე ვთქვათ საკვებს და შესაბამისად ვიკვებებოდი აი დამზადებულით უფრო არ ვიცოდი როგორ უნდა მემართა ეს პროცესები და მე უკვე იმდენად არ იყო ეს ჩემი ესე ვთქვათ ფიზიოლოგიური რომ როდესაც აქ დავყომდი ერთი თვე და დედა მაშინ ესე ჩამიშალა რომ ასე უნდა გააკეთო მე უკვე რა თქმა უნდა ეს თავისით წავიდა არანაირი ესეთი დიეტა არასდროს არ ყოფილვარ თავისით ჩვეულებრივად დაალაგდა ჩემი ფიზიოლოგია ანუ ხე ჰორმონალური ცვლაც იყო რომ წავედი მარტო ვიყავი მარც Google Map-ი იყო მაშინ რაღაცა რუკებით დავდიოდი და სხვა დიდი გამოწვევები მქონდა და არც მაინტერესებდა სიმართლე გითხრა იმ დროს ყვება იმიტომ რომ ჩემი მიზანი იყო გერმანიაში უნივერსიტეტში მოხვედრა და ძირითადად დავრბოდი რაღაც საბუთების მოგვარებაში, სწავლაში და სულ სხვა რაღაცაზე მქონდა ფოკუსი და მეორე ხარისხოვანი იყო. აბსოლუტურად. და როდესაც უკვე ჯანმრთელობას შეეხო, ამაზე დედამ გამიმახვილა ყურადღება, მე ერთ თვეში დაბლაგდით და არც არასდროს დაბრუნებული ვარ მაგ პერიოდში. ოკეი, ერთი ჩვევა, რომელიც შენს ყოველდღიურობაში ყველაზე სტაბილური არის. რუტინა. სტრუქტურა, ანუ სტრუქტურის მოყვარული ვარ და ეს სტრუქტურა მაქვს. ოკეი. რა გეხმარება, როცა დაღლილი ან ემოციურად დატვირთული ხარ? ემოციურად დატვირთული რო ვარ და დაღლილი. საკუთარ თავთან თუ მჭირდება დარჩენა, ეს არის სპორტი. ჩემი თავის თერაპია არის სპორტი, თვითონ პროცესი მსიამოვნებს და ძალიან მსიამოვნებს სირბილი.
როდესაც გავდივარ გარეთ და ეს მზე მხვდება და შენ მირბიხარ და ეს ნიავი, აი ამ დროს ვარ საკუთარ თავთან და ეს არის ჩემი ყველაზე კარგი გატვირთვის საშუალება. როდესაც ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ, ჩემი უებარი წამალი არის ჩემი სამი შვილი და მათი ერთი ჩახუტება არის ჩემთვის, არ ვიცი, ყველა პრობლემის გადაჭრა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. შენი აზრით ადამიანები უფრო საკუთარ სხეულს ებრძვიან თუ საკუთარ აზრებს? საკუთარი სხეულის მეშვეობით ებრძვიან საკუთარ აზრებს. ერთი რამ, რასაც შენი პროფესია საერთოდ არასწორად წარმოუდგენიათ. წარმოუდგენიათ სხვაებს ჩემ პროფესიაზე, რომ მაგალითად თუ შემოაღებენ ჩემი კაბინეტის კარს, იქიდან გავლენ 2 წუთში ძალიან გამხდრები. It's but magic stick. ხო, იცი ესე ვიტყოდი, რომ ჩემი პროფესია სიგამხდრეს სრულებითაც არ ემსახურება და ძალიან ხშირად სამწუხაროდ ესმით ესე, რომ თუ წონის კლება ვერ მოხერხდა, თქვა ტრადიციული მეთოდებით, მაშინ შესაძლებელი აქ ჩაერთოს კვების ფსიქოლოგია და ეს თითქოს ერთ-ერთი გზა არის. კვების ფსიქოლოგია არის გასწავლის ცნობიერად საკვების მიღებას, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი ემოციების, ქცევების გააზრებას და ამრიგად მართვას. კი, თუ არის წონის, ესე ვთქვათ, გინდა აქეთ წონის დეფიციტი ან გინდა წონის პირიქით ჭარბი წონა, ამას როდესაც ემოციურ ფონს ვაგვარებთ, როდესაც საკუთარ თავში ადამიანი ერკვევა, ეს ავტომატურად ლაგდება, მაგრამ ამის მიზანი არ არსებობს. კი ბატონო. ნუცა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო თემა იყო. ჩვენი სტუმარი იყო კვებითი ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩბაია. ბევრი რეკომენდაციები ჩვენგან. ესეთ კაი საუბარში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას კიდე რაღაცას იღრმისეულად ჩავხედეთ რა. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ამ თემის ესე განშლისთვის, რომელიც საკმაოდ აქტუალურია. პირიქით, მადლობა. რომ მოხვედით ჩვენთან. მეგობრებო, ეს იყო ჩვენი შემდეგი ოქტო ეპიზოდი. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე და Spotify-ზე და გააქტიროთ ჩვენი ზარის ღილაკი. და აუცილებლად კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ დაგვიწეროთ სტუმრები, ვინ გინდათ, რომ შემდეგ ეპიზოდში გვყავდეს. მადლობა და ნახვამდის. ნახვამდის.